comeback. You're Birdman. ბერდმენი ოსკარების უჩვეულო გამარჯვებულია. ალეხანდრო ინარიტუს შავი კომედია ჰოლივუდისეული ბლოკბასტერი არ არის. ის სურეალური და დამაფიქრებელი სურათია, რომელიც გულის ამაჩუყებელ ემოციებს არ იწვევს. ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი და ოსკარის ორგზის მფლობელი რასელ უილიამსი ამბობს, რომ შეფასების კრიტერიუმები მუდმივად იცვლება. წარსულში აკადემია შედარებით რბილ ადვილად მისაღებ ფილმებზე აკეთებდა არჩევანს. უილიამსის თქმით, ჰოლივუდი აცნობიერებს, რომ მაყურებელი უფრო დახვეწილი და კრიტიკული ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სერიალების ხარისხი გაიზარდა. ამის მაგალითია პოპულარული ტელესერიალი Breaking Bad. მისი მთავარი გმირი კიბოთი დაავადებულია, რომელსაც მკურნალობის ფული არ აქვს და დამატებითი შემოსავლისთვის ნარკოტიკებით ვაჭრობას იწყებს. I am not in danger, Skyler. I am the danger. უილიამსის თქმით, თუ ფილმი კინოთეატრებში გამოსვლიდან 2 კვირაში საკმარის ბილეთებს ვერ ყიდის, სტუდია შემოსავალს კარგავს. ასეთ შემთხვევაში როგორ ფინანსდება მცირე სახასიათო ფილმები? დიდ სტუდიებს ასეთი მიდგომა აქვთ, ზაფხულში გამოშვებული დიდ ბიუჯეტიანი ფილმებიდან მიღებული შემოსავლით მთელი წლის წარმოებას აფინანსებენ. წლევანდელი ფილმი იურული პერიოდის სამყარო სავარაუდოდ შედარებით მცირე ტირაჟის ფილმებს დააფინანსებს, რომლებიც მომავალი წლის ოსკარებისთვის იქნება გათვლილი. აკადემია მრავალფეროვნებას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე 10-20 წლის წინ. ამაში გენდერული საკითხები, განსხვავებული აზრისა და ქვეყნების მრავალფეროვნება შედის. ერთი რამ, რაც უცვლელი რჩება, აკადემიის წევრების შემადგენლობაა. 6000 თეთრკანიანი და ასაკოვანი შემფასებელი. სწორედ შემფასებლების დემოგრაფიული მონაცემების გამო აკადემიას გენდერულ და რასობრივ მიკერძოებაში ხშირად ადანაშაულებენ. წელს არც ერთი ქალი რეჟისორი ან ფერადკანიანი მსახიობი ოსკარებზე ნომინირებული არ ყოფილა. მაშინ როგორ ხსნის უილიამსი შავკანიანი ქალი რეჟისორის ავა დუვერნეის გახმაურებული ფილმის სელმას წარუმატებლობას? ის ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში ამერიკაში არსებულმა რასობრივი ძალადობის ფონმა აკადემიის ზოგიერთ წევრს შეიძლება დისკომფორტი გაუჩინა. იგივე შეიძლება ითქვას კლინტ ისტვუდის ფილმზე ამერიკელი სნაიპერი, რომელიც ზოგი კრიტიკოსის აზრით ომს და მის გავლენას საზოგადოებაზე ვიწრო თვალსაზრისით წარმოაჩენს. როგორც ოსკაროსანი ფილმის ჯერი მაგვაიერის გმირი ამბობს, დამანახე ფული. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.